მოდი ბიჭებო, ერთი მაინტერესებს ახლა, აი რას აფასებთ პირველი არა, კავშირი? ისეთი კაი რაღაცა მოყვა. მე ერთ ჩემი ამხანაგის ისტორიას მოყვები ახლობის ნაცნობმა, მოიყვანა ცოლი, შევიდა ზეციზეთ, ფანტასტიკური ოჯახი. გადაყოლილი იყვნენ სიცეს, აი არა იმდენად გადაყოლილები იყვნენ, რომ ეს ბიჭი თვითონ შეწუხდა ამ ყურადღებით. აღარ უნდა ამ სახლში გაჩერება. არა და აღარ მინდა შენი ხაჭაპური, არ მინდა ეს, აღარ მინდა, არ დამინდა თქვენი ყურადღება და მოიფიქრა, გადაწყვიტა რომ არის მთვარეული. ბიჭმა? ბიჭმა. რომ გამოუშვენ სახლიდან. სახლიდან გამოუშვა, გაგიჟდა ყველას უყვარს, ნათესავები, ცოლებები, ამაზე ლოცულ, სიძეზე ლოცულობ წამოვიდგინე. ხო და გადაწყვიტა მთვარეულია. ადგა ერთი ღამე იარა, თვა და გაგიჟდნენ, რატო დადის თვა და ხუნჯი, ვერ არიციან იმათო რას ნიშნავს თვარი. შეანჯღევენ არიღიძეს, მე ვიღაცამ დაასხა წყალი, ესე იგი მთვარეულია. იქამდე მიიყვანა ეს ოჯახი. აღარ ეძინა ამ ოჯახს. მთელი ღამე ყარაულობდნენ, დარაჯობდნენ ამის მთვარეულობას. რო არ წასულიყო სახლიდან. არა, რო არ გადავარდნილი იყო, აი მე იქამდე მიიყვანს, ოღონდ წადი აქედან, დაგვანებო და ესე გაჟორდა იმ ოჯახს. ეგ რა კარგი რეცეპტია. ორგანია. არა, არ მობეზრდებით ერთმანეთს. კარგია მაგიძა. ჩემი ისტორია. მაინც თქვა. არა, რატომ თქვი? კიდაღამ გამიგუდეს იცი. ხო, მქონდა ახალგაზრდობაში. დიდი ფანტაზია მქონდა. საოცარი ხალხი. ვერ ავიტანე ზეციძეობა. ხალხი გააგიშა. ისე ვიყავი როლში შესულია. ხარა. უკვე რო დაუბრმავებულიყავი იმ პერიოდში, უკვე ყველაფერი კარგად. ზაფხულს გაივლიდი.